გამარჯობა მეგობრებო, გურიდან გერთვებით ისევ და მინდა გაჩვენოთ და მოგიყვეთ ამ დროისთვის რა მდგომარეობა არის ადგილზე და რა ხდება აქ. რა ვიცი, იმედზე თუ გადართავენ ნახავენ რომ რა ვიცი გაწმენდილია მთელი გურია და ტექნიკა მუშაობს 24 საათის განმავლობაში. აი ასე მუშაობს ტექნიკა. აი ასე იწმინდება გზა. აი ესეთი კაი გაწმენდილი არის. მოკლედ, ეს არის ოზურგეთის რაიონი. სოფელი ბახვი. როგორც ხედავთ და გაჩვენეთ, ადამიანების მიერ გაკეთებული საცალფეხო ბილიკით ხდება გადაადგილება ადამიანების უკვე მე-6 დღეა. უმძიმესი ვითარება არის კვლავ, კრიტიკულად ძიმი არის ეს მდგომარეობა, რასაც ახლა თქვენ ხედავთ ისედაც კადრში. რა ვიცი, იმედზე რაღაცა სიუჟეტებს აკეთებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და რაღაცა ჩასაფრებული ოპოზიციონერები თურმე იტყვილებიან და აი ამობრძანით იმედის ჟურნალისტებო. ბატონო თალაკვაძე რო ჩამოდგები იქ და საუბრობ, რომ ვიღაცები ტყუიან და ყველაფერი კარგად არის, აი თუ მაგარი ხართ, მობრძანდით. ისე თუ არ მობრძანდებით, აბა ხალხის დასახმარებლად თქვენ თავს არ იწუხებთ. ეხლა რა ხდება? ათეულობით სოფელი, როგორც ეხლა ხედავთ ერთ-ერთ ფაქტს, მოწყვეტილი არის გარესამყაროს უკვე ერთი კვირაა. უფრო მაღალ სოფლებში ერთ კვირაზე მეტია. ასეულობით ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს, ჩარჩენილი არიან ისევ ბავშვები, მოხუცები. ყველაზე მძიმე ამბავი არის ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგია უკვე 5 დღეა, მე-6 დღეა არ მიეწოდება ადამიანებს, უკვე კომუნიკაციის პრობლემა არის ადამიანებთან. ვერ გადიან კომუნიკაციაზე ადამიანებთან, ფიზიკურად ვერ მიდიან, ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. არ ვიცით როგორაა, ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრ ოჯახთან კავშირი ვერ ხერხდება, მათ შორის მოხუცებთან და შვილბავშვიან ხალხთან. და ეს ქმნის კიდე ურთულეს მდგომარეობას. იქიდან გამომდინარე, რომ გზები აი ესეთ მდგომარეობაში არის მთელს რიგ სოფლებში, ენერგოპროს თანამშრომლები ფიზიკურად ვერ მიდიან, რომ დაწყვეტილი ხაზები და დაზიანებული ელექტროენერგია შეაკეთონ. ფიზიკურად, ფაქტობრივად, მათ ფეხით გადაადგილება უწევთ მანქანის გარეშე, იმიტომ რომ გზა არა აქვთ და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობენ მთელი ეს დღეებია და მათ შორის ახლაც. კონკრეტულად სოფელ ბახვში, როგორც ხედავთ, ეს მდგომარეობა არის. ტრაქტორის კოშმარი არის ის, რომ ხალხი გამოდის და ყვება იქ თალაკვაძეები და ვიღაცაები, ეს ჩამოსული ისენი, რა ქვია, ვინ არიან ეგენი საერთოდ რო დაირქვეს პრემიერ-მინისტრები და ვიღაცაები და პაპუაშვილები და ის მაგაჩეჩილი კაცი რო ჩამოდის და ამბობენ, რომ ტექნიკაო, მაღალი გამოვლება, სად არის? ავი ჩაგვეხოცება ხალხი და სად არის ეს ხალხი? მოხუცები, ბავშვები არიან ჩარჩენილი, სად არის? აი ბახვის ცენტრში 2 კილომეტრი რო ვიარეთ გუშინ, რომ ვიღაცაებისთვის, ადამიანებისთვის ელემენტარულად პური მიგვეწოდებინა და საწვავი ამოგვეტანა იმისთვის, რომ გენერატორი ჩართონ და უბრალოდ არ გაიყინონ. ცენტრში აყენია ტრაქტორი და ვერ მოდის, იმიტომ რომ ეს GCB-ის ტრაქტორები აი ამას ვეღარ მოერევა, რაც დააყენეს, რა რეალობაც დააყენეს. თავის დროზე რო ეწმინდათ, დროულად, ინტენსიურად თითო ტრაქტორი რო დაეყენებინათ თითო სოფელში ეწმინდათ. ეს შედეგი არ დადგებოდა. ეხლა კიდე დაჯდა ეს მძიმე თოვლი, სულ გაიყინა და რავი, მზის იმედად იყვნენ, მზე გამოვიდა, მაგრამ როდის დაადნობს ამ ყველაფერს და ადამიანებმა სადამდე უნდა გაძლონ, მშიერ მწყურვალი რო ყავთ მოსახლეობა მიტოვებული და რო არიან იმ მოხალისე
ძალიან მაგარი ადამიანების იმედად, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მიდიან თითოეულ ადამიანთან ფეხით და მიაქვთ მედიკამენტი და საკვები, აი მათ იმედად არის დარჩენილი ხალხი, რომელიც ხელისუფლებამ მიატოვა და გაწირა. 5 დღის შემდეგ, 5 დღე ელოდებოდნენ, რომ აი ეს მდგომარეობა შექმნილიყო. ამინდის პროგნოზიც ჰქონდათ. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ 5 დღის განმავლობაში ხელი არ გაანძრიეს. 3 ტრაქტორი, რაც მუნიციპალიტეტს ყავდა, ატარეს წინ და უკან, დადგენენ იქ ფოტოები გადაიღეს და სანამ ის რეალობა არ დადგა, რომ მსხვერპლი მოყვა ამ ყველაფერს, სანამ ის რეალობა არ დადგა, რომ ადამიანებს სახლები ჩამოინგრათ თავზე, აი მიზანმიმართულად სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ აი შემდეგ რომ მორჩება ეს ყველაფერი, რო ადნება ეს თოვლი. მე მივლენ ამ ხალხთან, ესე უყურებენ ხალხს. ესე უნდა რომ დააჩემორონ ეს ადამიანები, ესე უნდა რომ მართონ ეს ადამიანები, აი მე მივლენ 10,000 ლარს, 20,000 ლარს ჩამოურიგებენ იმ დანგრეული სახლების ნაცვლად და მოითხოვენ სიჩუმეს. ვინც ხართ ჩემი მეგობრები და ვინც ნახეთ გუშინ კონკრეტული სიუჟეტი ქონდა იმეც გაკეთებული. მაშინ, ანუ რას აკეთებენ ხალხმა იცით? იმის მაგიროთ რომ ეხლა 24 საათი ადამიანების დახმარებაზე ფიქრობდნენ. ჩამოყენებული ყავთ ის საკრებულოს წევრები, კოც აქტივისტები, ანუ გაფორმებული რო ყავთ ხალხი, კომენტარ ხალხს დასდევენ. ანუ ადამიანი დამიკავშირდა, ატირებული დედა ტიროდა, რომ ითხოვდა შველას, ბებია და შვილიშვილი მოყვნენ სახლში, სახლი ნახევრად ჩამოინგრა და ერთი ადამიანია მარტო იქო მეზობელიო და სასწრაფო 112 შვილი ყავდა, ვერ მოდიანო. მას შემდეგ რა ეს გავასაჯაროვე სხვადასხვა მედიებმა გაასაჯაროვეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ვიღაცა ქოცინათ ესაუბრით მეზობლები მიუგზავნეს, ანუ იქამდე ხელი არ გაანძრია არავინ, მე მიუგზავნეს იმ ადამიანთან, მივიდნენ და ანუ რისთვის მივიდნენ, იცი რომ დაეშინებინათ, გაეჩუმებინათ და რო ეთქმევინებინათ, რომ ყველაფერი კარგად არის. აი ესე ჩვეულებრივად ყვლელები, წამებლები და ავაზაკები არიან ეს ადამიანები, ვინც ხალხი ესე გაწირა. ასეულობით ოჯახი ამ დრომდე ჩარჩენილია და ასევე ასეულობით ადამიანს ვერ უკავშირდებიან. და ამ დროს მართლა ნორმალურები, ანუ გიჟები ხო არა ხართ ხალხო. ანუ დარწმუნებული ვარ ხა ამ ლაივსაც ზედმიწევნით კარგად უყურებთ. აი ეს თალაკვაძე. აი მართლა თავი ხო არ მიარტყით რამეს. რაღაცა კვადროციკლით თუ რავი ბორანით დასაირნობენ და აქ ადამიანები მედიკამენტების საკვების გარეშე ჩარჩენილი უგზოთ, უკლოთ, უშუქად არიან. მართლა ხო არ გაგიჟებულ ხართ, ანუ რაზე აწერთ ხელს, რა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, რამ ხელაცოდვას იდებთ, მაინც თუ ხვდებით, თუ იაზრებთ ამას. ის ადამიანები ვერ უყურებენ, ახლა თქვენ რას აკეთებთ, მაგრამ ნახავენ, დარწმუნებული იყავით, ღმერთით გადარჩებიან, ღმერთით და იმ მოხალისეების იმედად გადარჩებიან თქვენს ჯინზე, კი? და ნახავენ, რას აკეთებდით თქვენ. აი როგორ უნდა გაგიჟდეს ახლა იმ ადამიანი, ახლა ჩარჩენილი რო არის თოვში, საკვები რო ამოეწონა, წყალი რო არა აქვს, რუქი რო არა აქვს, გზა რო არა აქვს, გადარჩენისთვის რო ლოცულობს. და თქვენ რო გამოდიხართ ტელევიზორში და ყველაფერი კარგადაა, გზები იწმინდება, ყველაფერი კარგადაა, ყველასთან ანუ ნამუსი არ გაგაჩნიათ თქვენ ნამუსი, მაგრამ ადამიანობა მაინც არ გაგაჩნიათ, რომ ამ ხალხს ესეთ დღეში რო ყავთ მიტოვებული, როგორი შეტყობინებები შემომდის, იცით ხალხმა, რომ ღამე სხედან მოხუცები სახლში და ლოცულობენ, რომ ჭერი არ ჩამოინგრეთ თავზე, რომ გადარჩნენ და იმ საღამოს გაუძლოს სახლმა. აი ესეთი შეტყობინებები შემომდის. რაც შეგვიძლია ჩვენ ისევ ადამიანები ჩვენით ვცდილობთ, რომ მოხალისე მაშულებს დავაკავშიროთ. ეს ადამიანები, მათ შორის ონკოპაციენტები არიან ჩარჩენილი, დიალიზზე მყოფი ადამიანები არიან ჩარჩენილი და კიდე კაცმა არ იცის იმ ადამიანებს, ვისაც ვერ უკავშირდებით, რა სჭირთ იმ ადამიანებს, რა ხდება იმ ადამიანების თავს. ესა რეალობა და ვინმე არ გაბედოს და არ გამოვიდეს, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა. აი ხო არ გაკლიათ მართლა. ადამიანების სიცოცხლეზე არის საუბარი. ადამიანების ჯანმრთელობაზე კი არა, უკვე სიცოცხლეზე არის საუბარი და სანამ
რა ვიცი, ანუ ტექნიკა ჩამოიყვანეს, სად არის ეს ტექნიკა? რა ტექნიკა გუშინ, ანუ ამ სოფლის ცენტრში ვიდექი, სამაშველოს ცდილობდა რომ გადასულიყო მეორე სოფელში, სადაც სახლი იყო ჩამოგრეული და მრავალშვილიანი ოჯახის სახლი დაინგრა თავზე, შველას ითხოვდნენ ძვლის 2 საათიანი ბუქსაობის მერე 112-ის მანქანამ ძვლის გაიკვირა გზა, იქამდე წინ პოლიციის მანქანა ჩავარდა, ტრაქტორი გზას ვერწმენს, იმიტომ რომ არაა შესაბამისი ტექნიკა, არ აყავთ. რავი, თუ ყავთ სად არის, აი სად არის ეს ტექნიკა, თუ ყავთ, სად არის? გამოაჩინეთ, რა ვიცი, სანამ დაიხოცა ეს ხალხი, გამოაჩინეთ. ეს არის რეალობა ამ დროისთვის და სიმართლე რეალურად რაც ხდება გურიაში ეს არის ახლა.